ამ ვიდეოთი მინდა მივმართო სლავა უკრაინას საზოგადოებას, რომლებიც ერთის მხრივ ამტკიცებენ იმას, რომ არიან ქართველები, უყვართ საქართველო და ამ ქვეყნის პატრიოტები ვართო და მეორეს მხრივ პარალელურად ამისა იძახიან, რომ ზელენსკი არის მაგარი კაციო და გმირიო და რამის აღმერთებენ. რანაირად შეიძლება ერთის მხრივ ქართველობას, საქართველოს სიყვარულს და საქართველოს პატრიოტობას უთავსებდე აი ამ ნაბოზრის სიყვარულს და გაღმერთებას აი ამ ამორალური საქციელის შემდეგ. Рассказывай давай. Путин война начинать, я с ружьем бежать, самолет летит, бомба падает, я какать. Что? Я какать хочу. ეს ყველანაირი მორალისგან და მორალს თავი დავარნებოთ, აი არა ადამიანური რაღაცა საზიზღარი წარმოდგენა დადგეს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ და რუსეთში რუს ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს დროშით ხელში აცინებდა საქართველოსზე და დაგვრცინოდა ქართველებს და ქართული დროშით ხელში რეებსაც ლაპარაკობს გესმოდათ ალბათ, ხო, აღარ მინდა გავიმეორო. ხო და აი ამ წარმოდგენის მერე, აი ამ რაღაცა ამორალური საქციელის მერე, მე როგორც ქართველმა ზელენსკის დედა მოვტყან ყოველთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ზელენსკი, პრეზიდენტი ერქმევა თუ კლოუნი თუ ომში იქნება თუ მშვიდობაში, ყველა ვარიანტში მე როგორც ქართველმა ზელენსკის დედა მოვტყან ყოველთვის. აი ამ საქციელის მერე რაც იკადრა ამ ნაბოზარმა იმ დროს, როცა ქართველები, არ ვიცი, ყველაზე უფრო საშინელ და ცუდ მდგომარეობაში ვიყავით და თქვენ აი ეს სლავა უკრაინა საზოგადოება რანაირად ახერხებთ, რომ თან ქართველები გერქვათ, თან ამტკიცებდეთ, რომ გიყვართ საქართველო და პატრიოტები ხართ და პარალელურად ამისა ამ ნაბოზარს აღმერთებდეთ და ზელენსკიზე იძახდეთ, რომ მაგარი კაცია და გმირია და აი რას ამბობ, რაღაცა თურმე მისაბაძი პიროვნება. როგორ ახერხებთ, მართლა საინტერესოა აი ამ ორი რაღაცის ერთმანეთთან შეთავსებას, ერთის მხრივ ქართველობას, საქართველოს სიყვარულს და პატრიოტიზმს, როგორ უთავსებთ მეორეს მხრივ ზელენსკის სიყვარულს და პატივისცემას და გმირად აღქმას იმ ზელენსკისი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მას შემდეგ რაც ტერიტორიები წაგვართვეს, დაგვხოცეს, დაგვაობლეს და დაგვჩაგრეს რუსებმა, ამის მერე რუსეთში რუს ხალხს აცინებდა საქართველოს დროშით ხელში სცენაზე ქართველებზე და საქართველოზე და აი ამ რაღაცა მარაზმს ლაპარაკობდა. როგორ შეიძლება აი ამ ორი რაღაცის ერთმანეთთან შეთავსება, მართლა წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და საინტერესო იქნებოდა თქვენი პასუხი, როგორ ახერხებთ ამას, მართლა მაინტერესებს.